ხოლო არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაური იყოს. ხომლი, იგივე, ხვამლი. კირქული მასივი საქართველოში, ლეჩხუმში, რეგიონის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2002 მეტრი. ორმაგი კუესტაა, აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მეტრი სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქუაფსახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი, შესასვლელი წიფლის ფუღუროდან, ასევე ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლის შესახებ ჟამთა აღმწერელი და ქართლის ცხოვრება. ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან. რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი. მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით. ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთსადები. გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე გარემოსთან მთათაგან კვერსავით მდებარისა, ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ხომლის მთის გამო, ხესი არს ლეჩხუმი. ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინავს. საინტერესოა დავით ულუსა და ნარინის დროის მემატიანის ცნობა. ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და თბილისი ორად, არამედ ხომლის ქუაფსაშინა რაიცა იყო. მცირედნი განყოს და უფროსი ქუაფსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავისსა და უხილავს. ესეც სამივე რუსუდან ისწესა დავითს მიხულდა. სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხომლის მთას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გუელვეშაპი დარაჯობდა. მისი სახელი ხომლი ცას უკავშირდება და ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს. ხომს სულხან-საბაც განმარტავს როგორც ვარსკვლავთკრებულს. ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები. ისინი ამბობდნენ, ყველაფერი რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით. იანგეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ კარგად დავაკვირდებით, უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომთან. გაწოლილ გუელვეშაპს ზურგზე თასი ადგას, კუდთან კი ყორანი აზის. ჰიდრას ქვემოთ არგოს თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია, ოქროს საწმისია. ის უძველესი და საკრალური ცოდნაა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის ხომლის კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეს, რომელმაც ცეცხლი მოიკაცა უკორტნის გულღვიძლს. აქვე დავსცენთ, პრომეთეს მითი გავრცელებული იყო მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კავკასიაშიც, სადაც იგი ამირანის შესახებ თქმულებას შეერწყო მრავალი საერთო ნიშნისა და დეტალის გამო. სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხ იბერთა გმირს, ნაგულისხმევია ამირანი, რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო. სტრაბონი მართალია, პრომეთე და ამირანი ერთი და იგივეა. ახლა ამ ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ ინფორმაციებს გავყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. გავავლოთ პარალელები წმიდა წერილის მეცნიერული კვლევის საზოგადოების მიერ წერილიდან გამოღებულ სულიერ ინფორმაციებთან. დავიწყოთ სიტყვა ხომლით. შევხედოთ, რამდენად სწორი ფორმით და მნიშვნელობითაა ეს სიტყვა ჩვენამდე მოსული. და უკმევდეს იგინი ბაალსა და მზესა და მთვარესა და ვარსკვლავთა, ხომთა და ყოველთა ერთად ცისათა. რომელმან შექმნა ხომნი, და მწოხრისა ვარსკვლავი და ურემ ხარნი, და საუნჯე სამხრისაე.
გულისხმაგი ყოფიან საკვირველნი ხომთანი, ანუ ზღუდენი ორიონთანი შენ განახვენ. ძველი აღთმის ამ ციტატებიდან თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ჩვენი საკვლევი სიტყვის ხომლის სწორი ფორმა ყოფილა ხომი. რაც შეეხება მის ინფორმაციულ მნიშვნელობას, იგი უცვლელადაა ჩვენამდე მოსული. ხომი ნამდვილად ვარსკვლავთ კრებულია. სიტყვა ხომლის სწორი წერილობითი ფორმის დადგენამ ჩვენ შესაძლებლობა მოგცა გაგვეხსნა ხომლის მთის, ანუ ხომთის საიდუმლო. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ცნობისათვის, ეს სიტყვა წმიდა წერილში, ძველ აღთქმაში სამჯერაა ნახსენები, ახალ აღთქმაში ნახსენები არ არის. ახლა გავიხსენოთ, თუ რას ნიშნავს მთა წმიდა წერლის მოცემულობით. ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაე, ქუმული დანიელ წინაწარმეტყველისაე, მდგომარე, სადა იგი არა ჯერარს, რომელი იგი აღმოიკითხვიდეს ცნობდინ, მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, იუტოდედ მთად. მიაქციეთ ყურადღება ერთ განსხვავებას. ცხეთური ხელნაწერები გუკარნახობს მთას. საპატრიარქოს გამოცემული ვერსიით კი მოთარგმნილია როგორც მთები. იგივე შეცდომებია დაშვებული სხვა ენოვან ბიბლიაშიც, მაგალითად რუსულ, ინგლისურ და ბერძნულ ვერსიებში. მხოლოდ ქართულ ვერსიაში ვაწყდებით ინფორმაციას მხოლობით რიცხვში. საიდუმლო უკავშირდება მთას, კონკრეტულად კი ერთ მთას. მეორე მხრივ თარგმაში მითითებულია იუდეა, თითქოს ფიზიკურ ეთნოსზეა საუბარი. ამ სიტყვით იუდეა წერილს დაეკარგა ორ ბუნებოვნება. ანუ ამ ცვლილებით ღმერთის სიტყვას დაეკარგა შესაძლებლობა მოგვაწოდოს ორი ინფორმაცია. ცხეთური ხელნაწერების ვერსიით ნაცვლად იუდეაზე საუბარია ჰურიასტანზე. აქ სიტყვას შემორჩენილი აქვს ორი ინფორმაციის მოწოდების უნარი, რაც ნიშნავს ხორციელებაში მყოფებს. კიდევ გავიმეორებთ, მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, სულიერად აღნიშნავს, მაშინ რომელნიც წერილიდან აზროვნებდნენ ხორციელად, მიეშურებენ მთას. აქ ჩნდება კითხვა, რომელ ერთ მთაზეა საუბარი? მსგავსი საკითხი განხილულია წიგნში, მეორედ მოსვლა. იქ გარჩეულია ციტატა. მაშინ მოიქცეს იერუსალემ მთისა მისგან, რომელსა ჰრქვიან ზეთის ხილთაე, რომელ არს მახლობელი იერუსალემსა შაბათის გზაოდენ. ამ ციტატაში კიდევ უფრო კონკრეტულად ჩანს, რომ საუბარია არა მთებზე, არამედ ერთ მთაზე. სხვა ენოვან ბიბლიებშიც საუბარია ერთ მთაზე. და მივსწნე იგი ნინათესავად ერთად ქვეყანასა შინაჩემსა, და მთათა შორის ისრაელისათა, და მთავარი ერთი იყოს მათ ყოველთა მეფედ, და არა იყვნენ მერმე ორნათესავად, არცა განიყოფოდიან მერმე ორთა მეფეთა მიმართ. საკმაოდ რთულ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. აქ საუბარია ისრაელის 12 ტომზე. სულიერი დატვირთვით ეს უკავშირდება ანბანური წერის 12 დამწერლობას. ბიბლიური ქვეყანა ისრაელი არის წმიდა წერილის ხილული დამწერლობითი ქვეყანა. ბიბლიური ისრაელი არის ალეგორიული ქვეყანა, რომელიც აღნიშნავს წმიდა წერილის ხილული, მელნით ნაწერი წერილის, დამწერლობითი სხეულის, ალეგორიულ სახელს. ხილული წერილი, სულიერი ნაწილის გარე შეიძლება ხორციელ ცნობიერებას, რომელსაც ასევე ბიბლიური ტერმინით მინიჭებული აქვს ცნობიერების ტიტული, ებრაელი. სულიერი წერის მიხედვით, ებრაელი არ ნიშნავს ერს, ანუ გენეტიკურ ეთნოსს. ებრაელი ნიშნავს ცნობიერების ტიტულს, ანუ აღნიშნავს იმ ცნობიერების ხარისხს, რომელსაც წმიდა წერილის ხილულ ხორციელი დამწერლობითი ქვეყანა ისრაელი იძლევა. ხორციელი ცნობიერების მომცემად ითვლება ბიბლიური ისრაელის 12-ვე ტომი. უნდა მივხვდეთ, აქ საუბარია 12 ანბანურ დამწერლობაზე. ამ დამწერლობათა ანბანი ბიბლიური ტერმინით დასახელებულია მთებად. მაგრამ ამ მთათა შორის არის ერთი მთავარი, რომელიც ბიბლიური საიდუმლო ინფორმაციით ითვლება მათ ყოველთა მეფედ. ეს ერთი გამორჩეული მთავარი ამჟამად დაწუნებულია.
მივცეთ განმარტება, რას აღნიშნავს ეს ერთი განსაკუთრებული მთა. და რამე თუ გვამი იგი არა არს ერთასო, არამედ მრავალ. იოვანე ზოსიმე გვეუბნება. და სახარებასა შინა ქართულსა ხოლო თავსა მათეისსა, წილი ზის რომელ ასოი არს. ამ ციტატებში ჩანს ასოს, ასონიშნების როლი. ეს ერთადერთი განსაკუთრებული მთა არის ანბანური წერის მთავარი ასოთა სისტემა, ანუ ასომთავარი. ბიბლიური ირიბი მითითებებით ეს არის ასომთავრული დამწერლობითი საზომი სისტემა. კოდირებული წერის სახელით ის არის ბიბლიური ლოდი, ხოლო პირდაპირი ბიბლიური მითითებით მას ჰქვია სუხეთი ცხოველი. მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასთანს, ილტოდეთ მთად. აქ ორბუნებოვანი ორი სხვადასხვა ინფორმაციიდან ხორციელი ცნობიერებით მოწოდებული უნდა ყოფილიყო ხალხის მთად წასვლა, მაგრამ სულიერი კუთხით ინფორმაცია არ ეხება ხალხის მთებში გახიზვნას. ხორციელი ზრახვა მოდიოდა გაუხსნელი წიგნიდან. ამ დროს წინადადების სულიერი ინფორმაციებს ვერ ვხედავდით. საიდუმლო ეხება წერილის ხორციელის შემეცნებიდან ამავე წერილის სულიერი შემეცნების მოსაპოვებლად ასოთა მთავარ სისტემაში გადასვლას, ასომთავრულის მეშვეობით. სიტყვის სულიერი ინფორმაციათა მოსაპოვებლად, ასომთავრული ანბანური საზომი სისტემით კაცობრიობის დაინტერესებას. აი ამ მთისაკენ იქნება ლტოლვა. ასე რომ, წმიდა წერილი ფარული კარნახით, სიტყვა მთა გვითითებს ასომთავარს, ასომთავრულ ანბანს. ახლა დაუბრუნდეთ სიტყვას ხომს. ჯერ დავწეროთ სიტყვათა წყობა, ხომლის მთა, წმიდა წერილის მიერ ნაკარნახევის სწორი ფორმით. ხომ მთა. ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა უკვე იცის, ამიტომ გავიმეორებთ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის. წმიდა წერილის სიღრმისეული მეცნიერული კვლევებით უტყუარად დადასტურებულია. ღმრთის სიტყვის, ანუ წმიდა წერილის მომავლინებელი, ღმერთად წოდებული ასომთავრული ანბანი ანი და ხოეა. მე ვარ ანი და ხოე, იტყვიე სუფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს. ყოვლის ამ მპყრობელი. ამ ყოვლის მპყრობელმა, ანუ ყველა პასუხების მპყრობელმა, ღმერთად წოდებულმა ანბანმა, ანი და ხოემ, მისგან გამომავალი რიცხვთა სისტემის კანონზომიერებით გაგვიხსნა, ჩვენამდე მითად მოსული ხომლის მთის, ანუ ხომ მთის საიდუმლო. სიტყვა ხომლის სწორი ფორმის აღდგენამ და წმიდა წერილით ნაკარნახევმა, მამაზე ანუ ანბანზე შეკითხვის წესის გამოყენებამ, მიგვითითა, ასომთავარი. ამენით მოვლენილი წერილი, ხომ გვეუბნება. ამენ გეტყვიეთ თქვენ, რამე თუ რაოდენიცა რა ესთხოვთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქვენ. იესოს მიერ ამენით ჩვენთვის ნათქვამი სიტყვები დადასტურდა. მისი სახელით მამაზე თხოვნა, პასუხებს გვიბრუნებს, თანაც უტყუარს. ჭეშმარიტად ყველა პასუხების მპყრობელია, ასომთავარი ქართველთა. განმარტება, მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცის. ამენით წერილი წმიდა წერილის კარნახით, მამიდან, ანუ ასონიშნებიდან გამომავალი რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებით მოწოდებული ინფორმაცია, არის სულიწმიდით მოწოდებული მართალი ინფორმაცია, ანუ ჭეშმარიტება. გავაგრძელოთ. მითი გვამცნობს ხვამლის მთა, მეფეთა განსაცავიაო. გენიოსი შოთა რუსთველიც, იგივეს მიგვანიშნებს. და დალეცეს კარი 40, მათგან არზე და ომია. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლავ უნახავი თვალისა, მუნიდვარიღე თვალისა ხელწმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა, და ვინც აქვნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა. იგი სახლი 40-ვე შიგან იყო გატენილი. პოვეს ერთი ზარად ხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი, მუნ აბჯარი ყოლიფერი ასრე იდვა ვითამწნილი, და შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არ გახსნილი.
დიახ, ყველაზე სანდო წყაროს. წმიდა წერილის მიერ მოწოდებული ინფორმაციებით და ამავე წერილის შემოქმედი მამის, ღმერთად წოდებული ყოვლის მპყრობელი ანბანიანი და ხვედან გამომავალი რიცხვთა სისტემის, ანუ სული წმიდის დასტურით, ხვამლის მთა ჭეშმარიტად განცაცავია. ხორციელი, მატერიალური ხედვით, ხვამლის მთის მტერთაგან შეუვალ ქვაბში, დიდი ალბათობით ინახება. გადამალულია, ხელშესახები განძი, წმიდა წერილის დედანი დამწერლობითი ფორმა. სულიერი ხედვით, ეს განძი არის ცოდნა, ყოვლის მპყრობელ ღმერთად წოდებული, ქართველთა ასომთავარი, ასომთავრული ანბანის, ორი სიბრძნე, ორიონი, სულიერი და ხორციელი სამყაროს სიბრძნე. ჩვენს დიდ წინაპარ ქურუმთა მიერ, ზეციდან, ვარსკვლავთ კრებულთა, ანუ ხომთა კარნახით, ასომთავარ ნიშნებად გადმოტანილი, წმიდა წერილად, ამენით ჯაჭვა დაბმული ცოდნა, წიგნი. კიდობანი, არ გახსნილი. კავკასიონის მთაზე მიჯაჭვული, ამირანი. ჩვენამდე მოსული მითი, ხომ გვეუბნება, ამირანი, ზეციდან ცეცხლის მომტაცებელი. ალი ხომ, ცეცხლის ენაა. სამყაროს ენაა. წმიდა წერილის კარნახით და ამავე წერილის მომავლინებელი, ღმერთად წოდებული ანბანისასო ნიშნებიდან გამომავალი რიცხვთა სისტემის, ანუ სული წმიდის დასტურით, ალი ხომ, სამყაროს ასომთავარი ენაა. დავუბრუნდეთ წმიდა წერილის მოცემულობას. პირველიდან იყო სიტყვაი, და სიტყვა იგი იყო ღმრთისათანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი. წერილი გვეუბნება, ღმერთი არის სიტყვა. უფრო დაკონკრეტებით. ამენით, ყოვლის მპყრობელ ღმერთად დასახელებული ასომთავარი ანი და ხოე ანბანით, სამებით კოდირებული წერის მოდელით მოვლენილი ორბუნებოვანი სიტყვა არის ღმერთი, ძე იესო ანუ წმიდა წერილი. რამე თუ ერთ არს ღმერთი, და ერთ არს შუამდგომელ ღმრთისა და კაცთაე, კაცი იესო ქრისტე. ამით ნათქვამია, რომ ერთადერთი რამ, რომელიც შუამდგომელია ადამიანებსა და ღმერთს შორის არის წმიდა წერილი. უნდა გვესმოდეს, შუამდგომელია მხოლოდ და მხოლოდ ამენით, ენა ქართულით მოვლენილი წმიდა წერილი. ამ წერილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, სადაც არც ერთი სიტყვის, არც ერთი ასო ნიშნის შეცვლა ან დამახინჯება არ შეიძლება. წამებმე ყოვლისა მიმართ, რომელსა ეს მოდიან სიტყვანი წინაწარმეტყველებისა ამის წიგნისანი, უკვე თუ ვინ შესწინოს ამაც ზედა, შესწინენ ღმერთმან მის ზედა წყურლებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. და უკვე თუ ვინ მოაკლოს სიტყვათა წიგნისა ამის წინაწარმეტყველებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხოვრებისა, და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. ამ წერილზე არც აზრობრივად და არც დამწერლობითი ფორმით რაიმეს მიმატება ან დაკლება არ შეიძლება. იგი ეტალონური წერის დოკუმენტია და წერის ამ კანონზომიერებათა გამოეწოდა მას წმიდა. სწორედ ეს წერა განაპირობებს წმიდა, სულიერ ინფორმაციათა გადმოცემის საფუძველს. იმაში დასარწმუნებლად, თუ რაოდენ დიდმნიშვნელოვანია სწორი წერილობითი ფორმა. შევხედოთ საპატრიარქოს ახალი რედაქციით გამოცემულ წმიდა წერილის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ციტატას, დანიელის წინაწარმეტყველებიდან. უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ხმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. ახლა დავუკვირდეთ, ცხეთურ ხელნაწერებად ცნობილ წმიდა წერილის მიერ მოწოდებულ იგივე ციტატას. ჭაბუკთა, რომელთა არა იყოს მათ შორის ბიცი, და შვენიერთა ხილვითა და გულისხმიერთა ყოველსა შინას სიბრძნესა და მცოდნელთა მეცნიერებასა და განგონებელთა ცნობასა, რომელთა იყო მთავარ შესატყვიესობაე მათ შორის დგომაც სახლსა შინა მეფისასა, და სწავლად მათ და ნაწერნი და ენაე ქალდეველთაე. კარგად გამოჩნდა,
საპატრიარქოს რედაქციით გამოცემული წერილით მოწოდებულ ციტატაში შეცვლილია და გადალაგებულია სიტყვები, დარღვეულია სიტყვათა წყობა, მოკლებულია ასო-ნიშნები, თანაც არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ციტატაში, არამედ მთლიანად საპატრიარქოს მიერ ახალი რედაქციით გამოცემულ წერილში. ამდაგვარად რედაქტირებული წერილი დარჩა მხოლოდ ერთი, ხორციელი ბუნებით მეტყველი. ამდაგვარად რედაქტირებულ წერილში მოგვდინებულია წერილის, ანუ ძე იესოს სულიერი ბუნება, სული. რედაქტირებული წერილი, ძე იესო, გახდა მხოლოდ თვალისთვის ხილული, მელნით ნაწერი სხეულით, ტანით ანუ სატანით მეტყველი. ახლა შევხედოთ, თუ რა სულიერი ინფორმაცია მოგვეწოდება მამაზე შეკითხვის წესის გამოყენებით. მამიდან ანუ ასო-ნიშნებიდან გამომავალი რიცხვთა სისტემით, ანუ სულიწმიდით. ამ გატოლებამ, სულიწმიდით მოწოდებულმა ამ ინფორმაციამ, მიგვითითა, ენა ქალდეველთაი, არის ასომთავრულის ენა, ქართული ენა, ქალდეური ენა. სიტყვების ხომლის და ხვამლის სწორი წერილობითი ფორმის აღდგენამ, მოგცა საშუალება, რომ გახსნილიყო ჩვენამდე მოღწეული ხომლის მთის, კავკასიონის მთაზე მიჯაჭვული ამირანის მითის საიდუმლო. ხომლის მთის ანუ ხომ-მთის, კავკასიონის მთაზე მიჯაჭვული, ზეციური ცეცხლის მომტაცებელი ამირანის მითის საიდუმლო, უკავშირდება ამენით ჯაჭვად დაბმულ, მატერიალურ და სულიერ სამყაროს ორ სიბრძნეს. ამენით, სამებით წერის მოდელით მოწყობილ დამწერლობით მოვლენილ, 7 ბეჭდით დაბეჭდილ ორ ბუნებოვან წმიდა წერილს, მასზე ამენითვე 7-ვე ბეჭდების ახსნას, წერილში დაფარული სულიერი ინფორმაციების, ზეციური ცოდნის ანუ ნათელის გამოჩენას, ცეცხლითა და სულიწმიდით ნათელის ღების დაწყებას, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას.